Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში ჩემი უსახელო გადაცემის, რომელშიც განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. სახელს რაც შეეხება ვფიქრობდი რომ მეთქი კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან, მაგრამ შულდაძე არ ვარ. ამ ხუნობას ვგეგმავდი. უბრალოდ მინდა იცოდეთ რამდენად ცუდად მაქვს იუმორში საქმე და რამდენ სუდა ელოდოთ ჩემგან. იმიტომ რომ ეს ხუმრობა იყო დაგეგმილი. დანარჩენი რასაც ამ გადაცემაში ხედავთ ხოლმე ყველაფერი ადგილზევია მოფიქრებული. ეს იყო დაგეგმილი ხუმრობა. მოკლედ დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ახალ ქართულ ინტერნეტ სერიალზე, რომელსაც ქვია ქაზიმა. რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ამიკო ჩოხარაძე და ასევე სცენარი შედგენილია ამიკო ჩოხარაძის მიერ. მე მინდა ჯერ ამიკო ჩოხარაძეზე ვისაუბროს ამ სერიალზე გადავალთ, ანუ ეს იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი ადამიანი, იყო რა არის, რადგან ნიჭი არ იკარგება, მაგრამ აი სადღაც 2010-ისკენ რომ გამოჩნდა ადამიანი, მართლა რეალურად დაიპყრო ქართული ტელესივრცე, ყველა შოუში სადაც ჩნდებოდა, ანუ ის იყო ვარსკვლავი და ყველას რეალურად ძალიან უყვარდა. და აი მე მინდა ეხლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ აი ოჯახთან ერთად ვხედავთ 2010 წელია. არ ვიცი რამდენი წლისები ხართ წარმოვიდგინეთ. ოჯახთან ერთად ვხედავთ, ვუყურებთ ტელევიზორს. ამიკო ჩოხარაძე აკეთებს აჭარელი კაცის პაროდიას. ამ მთელი თავისი აქცენტით და ასე შემდეგ. ამ დროს რაღაც გვემართება ინსულტი, რა ვიცი, გულის შეტევა, რამე ეგეთი და ვარდებით კომაში 15 წლის მანძილზე. მოკლედ გადის ეს 15 წელი, სამყარო ვითარდება, იქ ილონ მასკი გამოჩნდა, მარსზე უნდა გაფრენა, ელექტრომანქანები შემოვიდა, ინტერნეტი ყველა სახლში არსებობს და ასე შემდეგ და 15 წელში ვიღვიძებთ. თავზე გვადგას, რა ვიცი, დედა, შეყვარებული, ცოლი, ცოლი მაგ დროს არ გვყოლებოდა ეხა ვინც ჩემი ასაკის ხართ, მაგრამ მოკლედ დედა გვადგას, მამა და ვეკითხებით, რომ რა არის სიახლე, ალბათ მფრინავი მანქანები, ალბათ არ ვიცი, მარსამდე ლიფტი გვაქვს გაყვანილი, გთხოვთ, მითხარით რა ხდება სამყაროში, ჩამირთეთ ტელევიზორი, ამ დროს გეუბნებიან, რომ ტელევიზორი აღარ არის შვილო პოპულარული, ეხა YouTube-ი არსებობს ესეთი რაღაც, ამას ჩაგირთავ, გაჩვენებ და რთავ ამ YouTube-ს და პირველ ვიდეოს გიგდებს ამიკო ჩოხარაძე აკეთებს აჭარელი კაცის პაროდიას. ეგრევე დამაძინეთ ისე. აუ მართლა ეგრე ხდება ხალხო. რა ხდება საერთოდ, მეც ვერ გავიგე, რომ ადამიანი 15 წლის წინ აკეთებდა აჭარელი კაცის პაროდიას, შემდეგ 15 წლით დაიკარგა და ეხა ისევ დაბრუნდა და ეხაო ნახეო რა უქნაო. ეხაო ინტერნეტი უნდა დავატარიალო ჩემი სერიალი, თვითონ 15 წელი წერა, ეგ კალამს უკვე ცეცხლი რო ეკიდება, აქ ფურცლებს ხევს, ამიკო ყრის, შემდეგ მეორე დღეს მოდის, ამოაქვს ნაგვის ყუთი, ნაგვის ურნიდან ეს ფურცლები, აქედან ერთი წინადადება გადააქვს ახალ სცენარში, აი ყველაფერს გეგმავს, იქ რეჟისორი იპოვა, იქ დამხმარე სცენარისტი, იქ ოპერატორები, ყველაფერი და აჭარელი კაცის პაროდია ისევ. არა, მართლა ტაში აქვს დასაკვრელი ამიკოს, ოღონდ შეუპოვრობის გამო, განა იმის გამო, რომ რამე ახალს თავაზობს ხალხს, ან განა იმის გამო, რომ რაღაცას აკეთებს, უბრალოდ აი შეუპოვრობის გამო, რომ 15 წლის წინ რასაც ვაკეთებდი, დღესაც იგივეს გავაკეთებ. ასე რომ მე მინდა გადავხედოთ ამ სერიალის პირველ სერიას და განვიხილოთ, ანუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამიკომ. და რამდენად გამართლდა ეს სერიალი და რამდენად ამართლებს ის, რაც 15 წლის წინ ამართლებდა. იმიტომ რომ 15 წლის წინ პირველად ვნახეთ ესეთი პერსონაჟი, ყველას გაგვიკვირდა, ყველას შეგვიყვარდა, შემდეგ პაუზა აიღო და ისევ ეხა მაშინ ხო გიყვარდით, ხო და ეხაც უნდა გიყვარდეთ. კარგი ამიკო, დავივიწყებ. ჩემ 14 წლის თავს, რომელსაც უყვარდი და ეხა ობიექტურად შევხედავ ამ ყველაფერს. ასე რომ დავიწყოთ მეგობრებო, პირველი სერიის განხილვა. და ჩავრთოთ და ერთად უყუროთ ახალ ქართულ ინტერნეტ სერიალს ქაზიმა.
მილე ფაქტორო. რა იყო აი დამთავრდა. არა, ახლა იწყება ხო? ოპა, წევდა ციცინი. ანუ ეგონა რომ დამთავრდა, არა და არ დამთავრდა, ეხა იწყება რეალურად. ამიკო. ჯორა, ეუბნები და არ ჩამეყვანა ფაგი. აი ფერეირა იგი რა, ხო ფერიდანა მაიაბა. ფერიდანა ბიჭო, რიო დე ჟანეირო არა იგი. კაროჩე და ამ შეკვეთა მაგს და მე ფეხბურთის მატჩზეა ქაზიმა და შეკვეთა მოუვიდა ტაქსის მძღოლად მუშაობს და გაიქცა. ნუ როგორც ადამიანები დაურბივართ ხოლმე. დარავა მურბან. ეს იუმორი. ხარისხი, რომელსაც ვენდობთ. ნაზილბე. შედის ქაზიმა მაღაზიაში. ნაზილბე. დავიცი ძმა და მარკეტში I'm in the market at the moment and I will be out soon. დამოუწყლა იმის თქმა მეგობრებო რომ სერიალი გათვლილია არა მხოლოდ ქართულ მაყურებელზე, ანუ ჩვენ ხო ევროკავშირში შევდივართ ახლა და ღვინო შეგვაქვს და ეს სერიალი რა და დიდი მადლობა ამ ადამიანებს რომ ინგლისური სუბტიტრებიც დაამატეს, იმიტომ რომ უნდა იცოდეს ხალხმა ევროკავშირში რა შეგვაქვს ზოგადად. ღვინო და ეს სერიალი. მახტევინებენ ხელფასიდან. კიდევ კაი იაფიღირს ყველაფერი. მოგძანთ. კიდევ კარგი იაფიღირს ყველაფერი. ნაზილბეში. ეს იმ ადამიანის თვითმფრინავია, ვის გამოც ამიკო მიფიქრა რომ всё, მე მუშაობა აღარ მჭირდება, ცხოვრება კარგად მაქვსო და მაგიტომ რომ დარჩა ერთ ადგილას. ნუ მე რა თქმა უნდა, მაგდანაც თავზე ხელაღებული არ ვარ, მეგობრებო, ასე რომ ვინმე შეგიძლიათ დაწეროთ ანონიმური აკაუნტიდან. რატომაც წავიდა ამიკო ზოგადად კომედი შოუდან, რატომაც აღარ გადაობდა არაფერზე, რატომაც აღარ იყო მშიერი, იმიტომ რომ ხელოვანი ხალხისთვის საჭიროა რომ მშიერი იყო, რომ გონებაში მოდიოდეს აზრები და როცა ვიღაც მოგცემს იმდენ ფულს, რომ აი ფეხებს დაიკიდო ყველაფერი, ნუ მე იკიდებ ფეხებზე ყველაფერს და მე გადის 15 წელი და მე მოდიხარ ისევ იმ აზრებით, რომ აი 15 წლის წინ რაც მუშაობდა, ის იმუშავებს დღესაც. მე არავიზე ცუდს არაფერს ვიძახი. ტყეში ნუ წამიყვანთ ეხლა და ბოდიშებს ნუ მახდევინებთ. ეს Rolls Royce ძიმ ადამიანისა. უნდა გატირო. ახალი პერსონაჟები შემოდიან მეგობრებო სერიალში. სემლი და პანაშვიდი, რა თქმა უნდა, მესამე ხელს გიგებ ზედიზე ძმა, მესამე პარტიას. მესამე. ეს თუ ვიდეო. რა ის მესამე პარტიას? პირველ პარტიას თამაშობდით? უკრაინელი გოგო რო ჩამევიდა ტურისტი. აუ, მაგარი გოგო იყო ბიჭო. უფ, მაგარი ვაფშე. მაგარი ბიჭო, ვაფშე, ბიჭო და წავიყვანე სასტუმროში დავტოვე. მე ვედი ძმა და პირველ პარტია იყო. გეხო, წაი ძმა. ხო, მე კანე დაურჩი და გავაგზელე. მეცა, გააგზელე? გავაგზელე რა. და მომიგე, ხო? ხო, მაგრათან ორი პარტია იქ მოგიგე, მესამეს ახლა გიგებ. მე მაგარ მოლადეს, ვიზია, შენ გაგიმარჯოს, მერტმა, ვინ ამიჯერებს ახლა თუ არა ხონის პაციენტი რა ფერ არა, ახლა აი ნუ ეხლა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხუმრობის ადგილი, რომ ანუ ადამიანი წავიდა და ამან გააგრძელა ნარდის მარტო თამაში. და ორი ხელი მოგიგეო, ანუ რო ეთქვა რომ აი 2-1-ია, ანუ ერთი წავაგეო, დაჟე რომ მარტო ვთამაშობდი და ერთი მაინც წავაგეო, ეგ იქნებოდა ხუმრობა, მაგრამ ნუ ეს თვითმფრინავი ვიზია. კალი! ლამაზი კალი! ლამაზი კალი სერიალში! რა მოხდება ეხა ნეტა? ქაზიმას მოეწონება უეჭველი.
ხო თქვი, გენიოსი ვარ. აუ ქაზიმა გაგიჟდა, ნახე. ქაზიმაო, ნახე როგორ მიესალმა. ჩვენი საკითხები თეთრში ცალ ქართული ჰაიდა. მე ნახევარ ქართველი, ნახევარ უკრაინული. უკრაინელია! რა ქვია? ნასტია პუთხარაძე. ნასტია. აუ ნასტია. I love you. ხო, იგი ბოდიში. ფიქრებში წავიდა ქაზიმა. ანუ ნამდვილად არ უკოცნია. მე მგონა ნამდვილად. აუ, ისე დაიბნა ქაზიმა, რომ უკანა სავარძელზე ჩაჯდა. ქაზიმ, ნუ ხარ ესეთი სულელი. მეც ეგეთი გრძნობა მაქვს ჩემო ამიკო, მეც ესე ვზივარ ვუყურებ ამ სერიალს და აი რა იყო ბიჭო 15 წლის წინ ხო არ გადამაგდეს თუ ჩარჩენილი ვარ მაშინ ინტერსტელარში მოძრაობ 15 წლის წინ ვუყურებდი ამ იგივე შენ პერსონაჟს აი რაია ბიჭო რა ხდება მეთქი ამიკო 15 წლის წინ ამითი წარმატებული იყავი მაგრამ 15 წელი გავიდა რაღაცა ხო უნდა შეცვალო არა, რატომ უნდა შეცვალოს? საკმარისია. კარდაში. იცი ბაბუა ჩემი ყოველთვის როდესაც მწვადი შეწვას იწყებდა. საგულდაგულოდ არჩევდა ხორცს. რადგან იდეალურად გამოსვლოდა ჩანაფიქრი, მაგრამ თუ შეამჩნევდა რომ ხორცს სულ პატარა, ძალიან უმნიშვნელო წუნი ჰქონდა ეგრევე ნადირს უგდებდა საწისკნად. ახლა მე ხედავ შინში ეგეთ წუნს და ვფიქრობ როგორ მოვიქცე. ეს კი ჩემთვის დისკომფორტია. გთხოვთ. მომერთი ჩანს და ყველაფერს გამოვასწორე. მე ჩემ ყოფილს ვთხოვ შერიგება. გთხოვ მომეცი შანს. აი დააფაზა ჩემი ხუმრობა. გაიცი. ნუ მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო. ესე დრამატულად დასრულდა, ანუ წარმოდგენ არ გვაქვს ვინ არის ეს ხალხი, ვინ არის კარდაში, ვინ არის კარდაშის მცემელი ხალხი, მაგრამ ჩვენ წარმოდგენა გვაქვს ვინ არის ამიკო ჩოხარაძე. უბრალოდ წარმოდგენა გქონდათ 15 წლის წინ რომ იყო არაჩვეულებრივი უნიჭერესი ადამიანი, მაგრამ ეხაც გვაქვს წარმოდგენა. მოკლედ ცხოვრება გრძელდება. თუ რა თქმა უნდა ამიკო ჩოხარაძე არ ვაწყენინეთ და ის ადამიანი ვისი პირადული თვითმფრინავიც იყო გამოყენებული სერიალში. ასე რომ რა ვიცი ვნახოთ თუ ამიკოს არ ეწყინა ეს ყველაფერი და მოგგვცა უფლება რომ გავაგრძელოთ და ნუ თქვენც თუ მოგეწონათ ამ სერიალის განხილვა მოდი განვიხილოთ სხვა ქართული სერიალებიც შევაფასოთ იქ იუმორი ნუ ეხლა ყველაში იუმორს არ შევაფასებთ უბრალოდ ეხლა ამიკო ჩოხარაძე არის იუმორისტი და იუმორისტი რო სერიალს იღებს, რა თქმა უნდა, ელოდები იუმორს, ხომ? თორე ახლა ვიღაც რო გადა გიორგი ლიფონავა რო იღებს, ველოდები ობას და არეობა. და გიორგი ლიფონავასგან მე არ ვითხოვ იუმორს. ასე რომ ამიკო ჩოხარაძისგან ვითხოვდი იუმორს, მივიღე ქაზიმა. მოკლედ, ვისაც ჩემი გადაცემის მხარდაჭერა გსურთ ჯერჯერობით თანხა არ ჩამირიცხოთ პირად ნომერზე, იმიტომ რომ რამოდენიმე დღე დაბლოკილი მაქვს ბანკები, იმიტომ რომ პასპორტი გამიუქმდა, ასე რომ Instagram-ზე მომწერეთ და მე გეტყვით მეგობარს როგორ გადაურიცხოთ. სულ ეს იყო. მომწერეთ თუ მოგეწონათ ქართული სერიალების განხილვები და გავაგრძელოთ სხვა სერიალის განხილვები, ასევე მომწერეთ რომელი სერიალები განვიხილო და ან გავითვალისწინებ ან არა. კოცნით მიყვარხართ.